ისტორიულად იცვლებოდა ჭეშმარიტი ცოდნის ნიშნები და ცოდნის როლი და დანიშნულება ადამიანის ცხოვრებაში. ჭეშმარიტი ცოდნის პირველ სახედ მიიჩნიეს მეტაფიზიკური ცოდნა. იგი იყო ადამიანური ყოფიერების წარმმართველი. შემდგომში ცოდნის პროტოტიპად იქცა თეორიული ცოდნა, რომელიც გვაძლევდა ცოდნას ობიექტური რეალობის შესახებ. მოდერნიზმის ეპოქა კი აცხადებდა, რომ მან იცოდა ჭეშმარიტი სინამდვილე თავისთავად. შემდგომ ცოდნის ჭეშმარიტ სახედ მიიჩნევდნენ ექსპერიმენტულ ცოდნას. ცოდნას, რომელსაც შეუძლია სინამდვილეზე ზემოქმედება და გარდაქმნა და მის თვითმიზანს არ წარმოადგენს რეალობის ასახვა, რადგან ის ისედაც მოგვეცემა ჩვენ შეგრძნებებში. ასეთი ცოდნა ძალაა. აქ იგულისხმებოდა მეცნიერული, დასაბუთებასა და ექსპერიმენტს დამყარებული ცოდნა. ეს იყო ცოდნის ახალი, არა სპეკულატიური, არამედ პრაგმატული გაგება. დღეს ჭეშმარიტი ცოდნის სახეა ინსტრუმენტალური ცოდნა. რეალურად ის მართლაც იქცა ინსტრუმენტად ადამიანის ხელში. ამგვარი ცოდნის ჭეშმარიტების აზომია ის, თუ რამდენად ეხმარება ადამიანს პრაქტიკული მიზნების განხორციელებაში, ეფექტურობასა და ეკონომიკურ ზრდაში. ამავე ცოდნას შეუძლია გააკეთოს პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ეფექტური აქ და ახლა. ამდენად ადამიანი თავად ხდება საკუთარი ცოდნის წარმმართველი და ამ მხრივ ცოდნის ზრდასთან ერთად მას მეტი თავისუფლება ენიჭება. და რატომ ვისაუბრე ახლა ამდენი ცოდნის მნიშვნელობაზე და განმარტებაზე? ჰერმეტიზმი გვეუბნება, რომ შეიცავს საიდუმლო ცოდნას, რომლის არასასურველ ხელში ჩაგდებაც საშიშია. რადგან ცოდნას დიდი ძალა აქვს. აქვე ერთ საინტერესო კვლევაზეც კი ამბობთ, რომელიც შვეიცარიელმა ფილოლოგმა ისააკ კასობონმა ჩაატარა. მან ჰერმეტიკული ტექსტები ლინგვისტურ სტილში შეისწავლა და დაადგინა, რომ ისინი არ ეკუთვნოდა ეგვიპტელ ქურუმ ტრისმეგისტურს და ათარიღებდა მათ ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე ან მესამე საუკუნით. თვით ჰერმეტიკოსები ჰერმეს ტრისმეგისტურს 42 წიგნს მიაწერენ. საინტერესოა, რომ მათი უმეტესობა, როგორც სხვა კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ნაშრომი, ტრაქტატი, მანუსკრიპტი და ასე შემდეგ, განადგურებული იქნა ალექსანდრიის დიდ ბიბლიოთეკაში, ცნობილი დარბებისა და გადაწვის შემდგომ. საერთოდ ეს ფაქტი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ვანდალურია. წარმოიდგინეთ, რა ცოდნაა დაკარგული. ჰერმეტიკული ფილოსოფიის ძირითადი სამი მთავარი ნაშრომია. არის სხვა გამოცემებიც, მაგრამ ისტორიულად ეს სამი ნაშრომია ყველაზე გამორჩეული ჰერმეტიკულ და ნეოჰერმეტიკულ იდეებში. ჰერმეტიკა რელიგიად ტრანსფორმირდა, სადაც უმაღლესი ღვთაება მოიხსენიება როგორც ღმერთი, ყოველი და ის ერთი, აბსოლუტი ჰერმეტიზმის ყურადღების ცენტრალურ არეალშია. ამიტომ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა ადგილი უნდა მივაკუთვნოთ მას ტრადიციულ თეისტურ რელიგიებში, მონოთეისტურ და პოლითეისტურ სპექტრში. ჰერმეტიზმი ორივეს, მონოთეიზმსაც და პოლითეიზმსაც სძდება, ისევე როგორც დეიზმს და პანდეიზმს.